მოგესალმებით. ახლა მე მინდა ვილაპარაკო საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების კურნალობის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროტესტისა და პროტესტის შესახებ და ზემოხსენებულიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. 2026 წლის 19 აპრილია. მაგრამ სანამ გადავიდოდე კონკრეტულად საკითხებზე სასაუბროდ, მოგიწოდებთ რომ იმათ, ვისაც საინტერესოდ მიგაჩნიათ აქ ჩემი აქტიურობა, გამოიწეროთ, ანუ დააფოლოვოთ აკაუნთი, დასვათ მოწონებები, ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს გაცნობის საშუალება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია და ზოგადად საპროტესტო აქცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც არის მოთხოვნა, რომ დაფინანსდეს აღნიშნული დაავადებული ბავშვების დაფინანსება. როგორც გუშინ მედიაში იყო ინფორმაცია, ლაპარაკი იყო, რომ ერთი ბავშვის დაფინანსება თვეში ჯდებაო 5,000 ევრო, ანუ დაახლოებით 5,000 ევრო. წელიწადში გამოდის 60,000 ევრო და დაახლოებით 100 ბავშვი არისო დაავადებული აღნიშნული ზემოთახსენები დაავადებითო. და აქედან გამომდინარე თუ იანგარიშებთ, თუ 60,000 ევრო ჯდება ერთი ბავშვის, ლაპარაკია ზემოხსენებული წამლით უზრუნველყოფაზე, ზემოხსენებული მედიკამენტზე, რომელზეც არის ლაპარაკი, მაშინ გამოდის, რომ წელიწადში ეს გამოდის 6 მილიონი ევრო, ანუ დაახლოებით 7 მილიონი დოლარი. 7 მილიონი დოლარი წელიწადში დაახლოებით ეს გამოდის საქართველოს მთლიანი შიდა მუშოპოს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით საქართველოს მუშოპოს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტთან შედარებით დაახლოებით 6-7 ჯერ ნაკლები. და რადგან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა არის 42 მილიარდი, დაახლოებით 41 მილიარდი დოლარი, მაგრამ ამაში არის ანგარიშება ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკა მოგეხსენებათ სოფლიოში, როდესაც არის მთლიანი შიდა პროდუქტების სტატისტიკები, გარდა ამისა მსოფლიოს ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა პროცენტული მოცულობით ჩრდილოვანი ეკონომიკები, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოცულობით, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკა მუშოპოს მთლიანი შიდა პროდუქტის ოფიციალურ სტატისტიკაში არ აღირიცხება. არ არის ასახული და მთლიანად, რო ვიანგარიშოთ საქართველოში, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ალბათ იქნება 45-50 მილიარდი დოლარი. აქედან გამომდინარე, ეს გამოდის დაახლოებით 6-7 ჯერ ნაკლები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტთან შედარებით, ის 7 მილიონი დოლარი დაახლოებით, რაც როგორც ითქვა, იმ მედიკამენტის ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული ზემოთახსენები დაავადებული ბავშვების კურნალობა სჭირდება. იმ მედიკამენტით უზრუნველყოფა სჭირდება და ეს გამოდის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის, საქართველოს წლიური ნაერთი ბიუჯეტთან შედარებით 1500 ჯერ უფრო ნაკლებს, 1500-ზე უფრო მეტად, 1500 ჯერზე უფრო მეტად ნაკლებს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ და რაც მაშინ გამოდის, რომ იმ მოცულობასთან შედარებით მიზერული ციფრი გამოდის თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მაშინ თუ ასე არის ვითარება, რატომ არის საერთოდ სალაპარაკო, მაგალითად შესაბამისი სამსახურები რატო ხდის საერთოდ სალაპარაკოს მაგას და რატომ არ ხდება მათი დაფინანსება. ახლა ასეთი რაღაცას გაიჟღერა მედიაში, რომ შეიძლება თავისი დაფინანსებიდან თავისი შეკავების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შეიძლება თქვათ ის რომ დააფინანსო, შეიძლება ამის შიში აქვს, რომ ის რომ ზემოხსენებული ხალხი რომ დააფინანსონო, შეიძლება სხვა დაავადებულებაც მოითხოვონო დაფინანსებაო. ზოგადად ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საქართველო უნდა მიდიოდეს ნაბიჯ იმ სისტემისაკენ, სადაც რაც შეიძლება უпростоროდ, სადაც ყველა მოქალაქისაკენ მაქსიმალურად უფრო და უფრო მეტი მოცულობით იქნება საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება, ხელმისაწვდომი. ანუ ხშირ დიდწილად ან უფასო, ან მთლიანად უფასო. ანუ ეს შეიძლება და ამასთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა სისტემაზე ფიქრი, სადაზღვეო სისტემა იქნება ალბათ უფრო რეალისტური იქნება სადაზღვეო სისტემა, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, მაგრამ გარდა კონკრეტული პოლიტიკური ნებისა, მაგას სჭირდება ეკონომიკური შესაბამისი ეკონომიკა, ანუ ეკონომიკის დიდი მოცულობა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დიდი მოცულობა, ხოლო ეკონომიკის უფრო დიდი მოცულობაში გადაყვანა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი რომ კიდევ უფრო დიდი გახდეს და უფრო დიდი რო გახდეს და გაცილებით უფრო დიდი რო გახდეს, ამას სჭირდება სხვადასხვა პირობებს უნდა სჭირდება. ეს უნდა იყოს შესაბამისი დემოკრატიის დონე, ქვეყანაში არსებული
პოლიტიკური სისტემა, აი მაგალითად სოფლიოს ქვეყნებში, სადაც უფრო საიმედოდ ითვლება სასამართლო სისტემა და რაც უფრო დამოუკიდებლად ეს სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ შემთხვევაში ეს კიდე დამატებით სტიმულად ითვლება ეკონომიკის განვითარებისათვის, რადგანაც ეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველ ქვეყანას უფრო საინვესტიციო უფრო მიმზიდველს და საკრედიტოდ უფრო მიმზიდველს ხდის, რაც იწვევს უფრო მეტი ინვესტიციების მიზიდვას აღნიშნულ ქვეყანაში, შესაბამის ქვეყანაში და ეს იწვევს ფულის მასების დინებას იმ ქვეყანაში, რაც იწვევს ასევე საბანკო კრედიტების გაიაფებას. და გარდა ამის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს კონკრეტულ შემთხვევაში ამ მიმართულებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, რადგანაც ის რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ეს ეროვნული ტრაგედია, გარდა ამისა ოკუპირებული ტერიტორიების თემა საქართველოს ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, რადგანაც საქართველოს საინვესტიციო და საკრედიტო მიმზიდველობას ამცირებს, რადგან პოტენციურ ინვესტორს ეშინია, რომ ფული ჩააბანდოს დიდი რაოდენობით და შემდეგ თქვათ ომი რო დაიწყოს, იმას ეშინია, რომ ან დაეკარგოს, ან იზარალოს იმ თანხასთან დაკავშირებით. ანუ ამცირებს ეს, კი არ ანულებს, მაგრამ ამცირებს საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო საკრედიტო ზოგადად ეკონომიკურ, საკრედიტო და საინვესტიციო მიმზიდველობას. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება. მაგალითად, სოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა უფრო უკეთესად არის აწყობილი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მაღალია. უმეტეს შემთხვევაში. ასე მაგალითად და თვით განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად განვითარებულ ქვეყნებს შორის ამ ხრივ ჯანდაცვის საყოველთაობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებ უზრუნველყოფილად ითვლება ამერიკის შეერთებული შტატები. ვიმეორებ, განვითარებულ ქვეყნებს შორის და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვიმეორებ, განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 79 ნახევარ წელზე ცოტათი ნაკლები, ანუ 80 წელზე ცოტათი ნაკლები. მაგალითად, იაპონიაში არის 85 წელზე უფრო მეტი, სამხრეთ მაგალითად იტალიაში 84 წელზე მეტი, ესპანეთში 84 წელზე მეტი, სამხრეთ კორეაში 84 წელზე მეტი, გერმანიაში დაახლოებით 82 წელი. ანუ ამას რატო ვამბობ, რომ განვითარებულ ყველაზე მოხსენებულ ქვეყნებში, რომელიც ჩამოგითვალეთ ახლა, საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა უფრო აწყობილია და უფრო უკეთესად არის ორგანიზებული, როგორც ეს, ანუ უფრო მეტად მისი ხელმისაწვდომია უფრო მეტი ადამიანისათვის და უფრო მეტი მოცულობით, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განსაზღვრისას მარტო ეს ფაქტორი არ არის, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატს, როგორი კლიმატი არის ამა თუ იმ ქვეყანაში, ან მის უმეტეს ნაწილში მოსახლეობის უმრავლესობა როგორი ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და კიდევ მრავალი ფაქტორია, მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ამ ხრივ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა რომ ვამბობ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა თქვა, ამაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ვლაპარაკობ განვითარებულ ქვეყნებს შორის, თორე ახლა მაგალითად საქართველოში არის 75 წელზე ცოტათი ნაკლები, ანუ თითქმის 4 წელნახევარზე მეტი თუ საქართველოს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით ამერიკის შეერთებული შტატები. ვიმეორებ, რომ ესაც სხვა განვითარებული ქვეყნების უმეტესობა უგებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობით. აი მაგალითად, სოფლიოში არის დაახლოებით 73 ნახევარი საშუალოდ. რუსეთის ფედერაციაშიც არის დაახლოებით 73 ნახევარი, ანუ საქართველოს უფრო დაბალია კიდე. ხო და ანუ ეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განსაზღვრის ქვეყნებში, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ამბავში ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ლაპარაკი მაქვს ან იაფ ჯანდაცვაზე, ან უფასოზე, როდესაც კონკრეტულად დაჭირდება პიროვნებას. ნუ ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება სადაზღვევო სისტემებით. მაგრამ ამას როგორც გითხარით, ჭირდება პოლიტიკური ნება და შესაბამისი ეკონომიკები თავისთავად. მაგრამ იმ ეკონომიკის პირობებში, რა ეკონომიკას არის ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად იმ შესაძლებლობებში, რაც ქვეყანას აქვს, რამდენად საყოველთაოობა უზრუნველყოფილია ჯანდაცვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არ არის ამდენი სალაპარაკო, სასწრაფოდ უნდა გამოინახოს ჩემი აზრით შესაბამისი დაფინანსება
ზემოთახსენილი ბავშვების შესაბამისად სამსახურებაც უნდა გააკეთონ დეტალური ახსნა-განმარტება, რატო გახდა ეს საერთოდ სალაპარაკო ამ ვითარებაში და ზოგადად საქართველოს ჩემი აზრით უფრო და უფრო ნაბიჯ უნდა იაროს, რომ რაც შეიძლება უფრო და უფრო საყოველთაო გახდეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდით.